აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობასა და კლინიკური მედიცინის სამეცნიერო კვლევით ინსტიტუტს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმს ხელი ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ვახტანგ ყოლბაიამ და სამეცნიერო კვლევით ინსტიტუტის ხელმძღვანელმა ფრიდონ თოდუამ მოაწერეს. ურთიერთთანამშრომლობა დევნილთათვის ამბულატორიულ საკონსულტაციო, სადიაგნოსტიკო და სამკურნალო დახმარებას ითვალისწინებს. მემორანდუმის ფარგლებში კლინიკური მედიცინის სამეცნიერო კვლევით ინსტიტუტი მონაწილეობას მიიღებს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სამედიცინო დაწესებულებების პერსონალის პროფესიულ გადამზადებაში, ჯანდაცვის ობიექტების მეორადი სამედიცინო ტექნიკური ინვენტარით აღჭურვასა და სხვა ერთობლივ პროექტებში. ჩვენთვის ძალიან დიდი პატივია ამ ხელშეკრულების გაფორმება ამ კლინიკასთან, რომელსაც იცნობს არა მარტო საქართველოს და რეგიონი. ფართო მასშტაბით გაითქვა ამ კლინიკამ სახელი თავისი კადრებით, აღჭურვილობით. ჩვენ უკვე აქ ჩვენ ინტერესები გაგვიჩნდა, მით უმეტეს როცა კლინიკის ხელმძღვანელობიდან არის შემოთავაზება, გავაფრთხილოთ ოფიციალურად, რომ შეძლებს და გვარად მივიღოთ მონაწილეობა იმ სტრუქტურების მხარდაჭერაში, რომელიც ჩვენ გვაქვს აფხაზეთის ჯანდაცვის სამინისტროს. ეს არის 16 კლინიკა. ჩვენ ვაწყობთ ხშირად გასვლით პროფილაქტიკურ ღონისძიებებს და კლინიკა გვპირდება, რომ მიიღებენ მონაწილეობა, სადაც შესაძლებელია მედიკამენტური უზრუნველყოფა, ტექნოლოგიებით დახმარება, კადრებით დახმარება. ეხლა როცა დავუშვათ იგივე წალენჯიხი ხაში ან კახეთის რომელიმე სოფელში ჩავა ამ კლინიკის პროფესორი, მაღალი კლასის სპეციალისტი, დობა თავისთავად მაღალია და ამას პლუს ის რომ მართლაც და ხარისხიან გამოკვლევასაც მივიღებთ. გავაფორმეთ მემორანდუმი, როგორც თქვენ იცით, ეს ჩვენი ინსტიტუტის დაფასება, უკვე წლებია, ჩვენთან ჩამოდიან ჩვენი ძმები, დები აფხაზეთიდან და გადიან ჩვენთან მკურნალობას. ახალი გაჩნდა უკვე ახალი სერვისები, ისეთი როგორც არის მაგალითად ქიმიოთერაპიას იტარებენ ჩვენთან, თანამედროვე სხიურთერაპიას, რომელიც მანამდე არ იყო. ავადმყოფი ჩვენთან ინსტიტუტში მიიღებს ყველანაირ დახმარებას. მე ჩემ თავს ბედნიერად ვთვლი, რომ რაღაცა მაინც აი ამ დიდ საქმეში მიიღეთ ჩვენი ინსტიტუტი მიიღებს მონაწილეობას. შეხვედრას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობისა და სამეცნიერო კვლევით ინსტიტუტის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.